თავს უკონკურენტოდ მიიჩნევს კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში თამარ კორძაია. იგი დარწმუნებულია, რომ შუალედურ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კორძაიამ აღნიშნა, რომ ის იმ გუნდს წარმოადგენს, რომელსაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა უკვე გამოუცხადა. ამასთან იგი წლების განმავლობაში იმ ფასეულობების დამცველი იყო, რომელიც ამ გუნდის პრიორიტეტია. თამარ კორძაიას თქმით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენაა. შემდეგ საკითხებად მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის სოციალურ პრობლემატიკას ასახელებს. ვარ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. მეორე იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობით მე დავადასტურე ის რომ ვიცავდი ადამიანის უფლებებს, ვიბრძოდი სასამართლოებში და არა მხოლოდ სასამართლოებში სამართლიანობის აღდგენისათვის. მათი პირველი მოთხოვნა არის სამართლიანობის აღდგენა. ანუ ისინი ითხოვენ, რომ კარგად დაბეჯითებით დამაჯერებელი, არასწრაფი, მაგრამ დამაჯერებელი პასუხები გასცეს ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.